მინდა წარმოგიდგინოთ ორი განსხვავებული ადამიანი, სადაც ერთი არის აქტიურად დაკავებული ფიზიკური აქტივობით. აქვს შედარებით მეტი კუნთური მასა, აქვს მაღალი მეტაბოლიზმის შესაბამისად და აქვს უკეთესი ინსულინ მგრძნობელობა, ვიდრე ადამიანი, რომელიც არ არის ფიზიკური აქტივობით დაკავებული, აქვს შედარებით დაბალი მეტაბოლიზმი, აქვს შედარებით ნაკლები კუნთური მასა. როგორ რეაგირებს ეს ორი ადამიანი ერთი და იმავე რაოდენობის ნახშირწყლის მიღების შემთხვევაში? ეს რომ ავიღოთ ნახშირწყლებად, ნახშირწყალი პირველ რიგში ხდება ღვიძლში, დაახლოებით 100 გრამი ნახშირწყლის შეკავება შეუძლია ღვიძლს დამარაგება ღვიძლიდან მერე მიდის კუნთურ მასაში. ანუ ჩვენი ნახშირწყლები მერე ინახება კუნთებში. რომ შევხედოთ, ჩვენ ნახავთ, რომ მეორე შემთხვევაში, სადაც ადამიანის აქვს ნაკლები კუნთური მასა, ის შეივსო უკვე მისი კუნთები გლიკოგენით, ანუ ნახშირწყლებით და დანარჩენი ნახშირწყალს, რასაც მიიღებს, ის ნახშირწყალი უკვე გადავა ცხიმად, ანუ გარდაიქმნება ცხიმად. და პირველ შემთხვევაში ჯერ ეს კუნთები შევსებული არ არის ნახშირწყლებით. ანუ პირველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტი ნახშირწყლის მიღება, ისე რომ ცხიმში არ გადავიდეს ის. ზოგადად ადამიანს დღის განმავლობაში მაქსიმუმ 600-800 გრამი ნახშირწყლის მიღება და გადამუშავება შეუძლია. ამავე რაოდენობის ნახშირწყლების დაგროვება შეუძლია დიდი კუნთური მასის მქონე ადამიანს. ხოლო იმ ადამიანების შემთხვევაში, სადაც ცოტა კუნთური მასა გვაქვს, ძალიან მარტივად შეუძლია ნახშირწყლებს ცხიმში გადასვლა.